უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, როდესაც ჩადიხართ რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში და იქ შეგაქვთ ვიზაზე განაცხადი, მაგალითად სტუდენტურ ვიზაზე, გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის განხილვას სჭირდება 4-დან 8 კვირამდე, შეიძლება უფრო მეტიც. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რამდენი დღე გაქვთ უვიზოს ფარგლებში დარჩენილი, რადგან თუ ეს დღეები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ ვიზა აიღოთ, მოგვიწევთ საქართველოში დაბრუნება და ვიზისთვის დაალოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაგეთვლებათ დარღვევად. ეს არის ავსტრიის მაგალითზე, მაგრამ საბუთების შეტანისას აუცილებლად დააზუსტეთ ეს შესაბამის ორგანოსთან, რომ პრობლემები არ შეგექმნეთ, რადგან შეიძლება დაბლოკვაც კი მოყვეს ამ დარღვევას. დარჩენა და ქვეყნის შიგნით დალოდება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ უკვე გქონდათ ამ ქვეყანაში ვიზა და აკეთებთ გაგრძელებას. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით შეგიძლიათ დაელოდოთ, მაშინაც კი, როდესაც თქვენ წინა ვიზას უკვე ვადა აქვს გასული, მაგრამ აუცილებლად თან იქონიეთ საბუთი, რომელშიც იქნება მითითებული, რომ შეგტანილი გაქვთ გაგრძელებაზე და ელოდებით პასუხს და საზღვრის კვეთას, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნების შიგნით მოერიდეთ, რადგან თუ მოხდება შემოწმება, დაგაბრუნებენ უკან იმ ქვეყანაში, რომელშიც ელოდებით ვიზას. და საკმაოდ არასასიამოვნო პრაქტიკა აქვს ჩემს რამოდენიმე მეგობარს ამასთან დაკავშირებით.